ახლა კი მეოთხე ბოლო მოდულზე გადავდივართ. მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე თქვენთან მესაუბრა. სხვა თემები, რომლებზეც ადრე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მაინც რაზეც ახლა ვისაუბრებთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქსელურ მარკეტინგში. თუ გახსოვთ, ადრე სამ ძირითად შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ, რომლებიცაა პრეზენტაციის ჩატარება, კითხვებზე პასუხების გაცემა და ტრენინგებით შენი ორგანიზაციის დახმარება. დღეს ჩვენ ამ შესაძლებლობებიდან ერთ-ერთს განვიხილავთ. მინდა გითხრათ, რომ არც ისე ძნელია თავიდან შეიძლება ცოტა რთულიც ჩანდეს, ისევე როგორც ნებისმიერი საქმე. მაგალითად, თუნდაც ბავშვი რომ სიარულს იწყებს, ძალიან უჭირს, მაგრამ თუ ნებისმიერ რაღაცას ყოველდღე ცდი, აუცილებლად წინსვლას დაინახავ. ყოველდღე რასაც გააკეთებ, ის აუცილებლად გახდება მარტივი. ამიტომ ნუ შეგეშინდება და ნუ იფიქრებ, რომ წლების განმავლობაში უნდა იმეცადინო და მერე გახდები პროფესიონალი ამ ბიზნესში. შენ ხომ ამდენი მიმთითებელი გყავს, ამდენი გზის მაჩვენებელი, ტრენერები, ლიდერები. თქვენთვის ამ საქმის სწავლა გაცილებით მარტივი იქნება. როგორც აქამდე ვთქვი და არა მარტო მე ვამბობ ამას, თითქმის ყველა აღიარებს. პრეზენტაციის ჩატარებას ჯობს ერთ-ერთზე პირისპირ. პრეზენტაციას რომ ახსენებთ, ნუ გეგონებათ, რომ 1000 კაციან აუდიტორიაში უნდა გამოხვიდეთ და ეფექტური პრეზენტაცია ჩაატაროთ. ეფექტურ პრეზენტაციას რომ ახსენებთ, თქვენ ეს უახლოეს ადამიანებთან უნდა ჩაატაროთ. როგორებიც არიან ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს ისედაც კარგად ესმით შენი. ისინი კარგად ხვდებიან ამ საქმეს და იწყებენ მას. ერთ-ერთზე იწყებთ და შემდეგ მათ მოჰყავთ უახლოესი ადამიანები თქვენთან პრეზენტაციის ჩასატარებლად. მერე თქვენი უახლოესი ქვემდგომიც ისწავლის პრეზენტაციის ჩატარებას და ის სხვებს ასწავლის და ასე გაიზრდება ორგანიზაცია. ნუ აღელდებით, ამ ბიზნესში არ გჭირდებათ იყოთ პროფესიონალი ორატორი, თუ სწორი გზით ივლით, ეს საქმე ძალიან გაგიათულდებათ. პრეზენტაციის ჩატარებისას ვალდებული ხართ ნათლად და გასაგებად აუხსნათ ადამიანს, თუ რისი თქმა გინდათ. ამის შემდეგ სხვები დაინახავენ თქვენს წინსვლას ორგანიზაციაში, ისევე როგორც ყოველკვირეულ მზარდ დარიცხვებს. მოდით ჯერ გავაანალიზოთ ის სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოთ პრეზენტაციის კარგად ჩატარება. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? პირველ რიგში წინსვლისთვის სხვა არავინ არ გჭირდებათ, უბრალოდ თქვენი საკუთარი მასალები ყოველთვის თან იქონიეთ. სადაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა წახვიდეთ. ამ ბიზნესის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი თვისება სწორედ ესაა. ეს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ აკეთოთ ის. ნებისმიერ ადგილას. ამიტომ ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი საკუთარი მასალები. ეს ბიზნესის არაჩვეულებრივი თვისებაა, როგორც გითხარით. იცით, ერთხელ მახსოვს, ერთმა კაცმა მითხრა, ჯო, იცი, მე ერთი კვირით დასასვენებლად ძლივს წავედი და მკითხა, როგორ ახერხებ ამდენი ხნით დასვენებას, რას საქმიანობას ეცო? მეც ყავაზე დავუპატიჟე და ჩვენი ბიზნესი ავუხსენი და ის კაცი ჩემი კოლეგა გახდა დიდ ბრიტანეთში. სადაც გაგიხარდებათ, იქ შეგიძლიათ აკეთოთ ეს საქმე, მაგრამ თუ არ გეცოდინებათ როგორ აუხსნათ ეს საქმე კაცს, მაშინ ცურვისას ან ბოულინგის ან გოლფის თამაშისას რომ მკითხოთ რა საქმიანობო, რას უპასუხებთ? კუალა-ლუმპურში ხომ არ მიდიხართ? ბრიფინგი ტარდება და იქ აგიხსნიან ყველაფერსო? კარგით. 4 შაბათს წავალო და არა, 5 შაბათს არის ბრიფინგი და 5 შაბათს წამოდითო ხომ არ ეტყვით? მაშინ როცა შეგიძლიათ, კითხოთ, 9 საათი თავისუფალი ხომ არ აქვს? თუ არა, მეორე დღისთვის დაუთქვამთ შეხვედრას. გუშინ როგორც თქვი, თავარია სწორად აკეთოთ ეს საქმე. პრეზენტაციისას თუ საქმეს სწორად აუხსნით, სერიოზულად მიიღებს. პრეზენტაციის სწავლის აუცილებლობის მეორე მიზეზი არის ის, რომ ამითი სხვებს დაეხმაროთ წინსვლაში და თქვენ ვალდებული ხართ დაეხმაროთ თქვენს ორგანიზაციას. თუ სწორად აუხსნით საქმეს იმ ადამიანებს, ვინც პრეზენტაციაზე მოიყვანეს, უმეტესი მათგანი დაიწყებს. თავარია
სწორად ავხსნათ ყველაფერი. გაოცდებით იმდენ ადამიანს ნახავთ, ვისაც ახალი საქმის დაწყება უნდა და მის ძიებაშია. გაოცდებით იმდენ ადამიანს ნახავთ უზარმაზარი მიზნებით. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ფულის ინფლაცია და ვიცით, რომ ყველა ჩვენთაგანი შემოსავალ ჭამს ინფლაცია. და შემოსავალი კი ყველას ოჯახისთვის გვჭირდება. თუ სწორად ახსნით ამ საქმეს, თქვენს ორგანიზაციაში უამრავი ადამიანი მოვა. თუ QNET სწორად განმარტავთ და ადამიანებს დაანახებთ, რამდენად შემოსავლიანი ბიზნესია, აუცილებლად უამრავი ადამიანი დაემატება თქვენს ორგანიზაციას. მაგრამ ამ ადამიანებს არ ეცოდინებათ პრეზენტაციის ჩატარება. თქვენ რომ დაიწყეთ ეს საქმე, იცოდით, როგორ უნდა აგეხსნათ ეს საქმე სხვებისთვის? შეგეძლოთ QNET-ის გეგმა სხვებისთვისაც გადაგეცათ, არა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით თქვენ სიაგ გქონდათ. დასაწყისისთვის ალბათ უამრავ ადამიანზე ფიქრობდით. ამათ თუ ავუხსნი, დაიწყებს. იმას თუ ავუხსნი, არ დაიწყებსო. არა, ჯერ ლიდერთან მიდით და მას შეეკითხეთ. ჯერ ლიდერთან მიდით. მისი დახმარების გარეშე ვერაფერს მიაღწევთ ამ ბიზნესში. თუ წინსვლას ვერ მოახერხებთ და უფრო მეტ ადამიანს დაუწყებთ ამ საქმის ახსნას, ეს უიმედობას მოგგვრით. მოტივაციას დაგიკარგავთ. დაუშვათ ეს თქვენ ხართ, ეს კი ტომი, ის ბობი. და ამ დროს ჯეკი შვებულებაზე ვიღაცას ინგლისში უხსნის ამ საქმეს. ტომს და ბობს ახალი დაწყებული აქვთ ეს საქმე და ერთი სული აქვთ, როდის დაიწყებენ ორგანიზაციის შექმნას, მაგრამ არ იციან თუ როგორ უნდა გადადგან პირველი სწორი ნაბიჯები. არ იციან როგორ გადადგან ნაბიჯები, რომ ორგანიზაციის ჩამოყალიბება სწორად დაიწყონ. ამიტომ თუ შენ 2 კვირას დაუთმობ მათთვის საქმის სწავლებას, ტრენინგებს, ისინი თავიანთ 2 უახლოეს ადამიანს რეკომენდაციას გაუწევენ. 2-3 კვირა რომ დაეხმარო მათ, ზოგს უკირს ეს სიტყვა დაეხმარო. დიახ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით დაეხმარო ამ 2 ადამიანს. დრო გამოყო მათ დასახმარებლად. თუ მათთვის 2 კვირას გამოყოფ, ისინი უფრო მონდომებულები იქნებიან. იმიტომ რომ ასე თუ ისე კარგად გაერკვევიან საქმეში. ორგანიზაციაც ზრდას დაიწყებს და ფურცლებზე დაწერილი და წაკითხული აბსტრაქტული დარიცხვები რეალობაში მართლა ხორციელდება. მარცხნივ და მარჯვნივ 2 ადამიანი როცა გყავს, დაეხმარე მათ 2 კვირის განმავლობაში და ისინი შემდეგ კვირას თავიანთ უახლოეს ადამიანებს მოიყვანენ. და ასე დაიწყებს ორგანიზაცია ზრდას. და ტომი და ბობიც, რა თქმა უნდა, ძალიან მოტივირებულები იქნებიან, იმიტომ რომ მათ უკვე 3 ადამიანი ეყოლებათ ორგანიზაციებში. ისინი მათ დახმარებას მოინდომებენ და როცა გაუჭირდებათ, შენ რა თქმა უნდა დაეხმარები. ისევ რომ იგრძნობენ თქვენს მხარში დგომას. ტომის და ბობის მოტივაცია უკვე პიკს მიაღწევს და საკუთარ თავში რწმენაც გაუმყარდებათ, იმიტომ რომ წინსვლას ხედავენ. კარგია რომ პირველი ნაბიჯი გადადგით. გახსოვთ რომ გითხარით საკუთარი თავი დაივიწყეთო. თუ დროს დაუთმობთ და სწორად ააგებთ ორგანიზაციას, სისტემა, მექანიზმი ავტომატურად გაიანგარიშებს და თქვენი დარიცხვები გაიზრდება. ტომი და ბობი ყველაფერს თქვენგან ისწავლიან, დაინახავენ თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას ამ საქმეში. როგორც წესი, ადამიანები ამ ბიზნესს საკუთარი ტრადიციული შეხედულებებით იწყებენ, მაგრამ მოქმედებას, როცა დაიწყებენ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ახალი განსხვავებული რაღაცები სჭირდებათ და შენ მოგენდობიან, რომ ასწავლო. უკვე კოლეგები, თანაგუნდელები ხართ, მხოლოდ ფულის შოვნის მიზანი არ გაერთიანებთ. უამრავი რამ გაქვთ საერთო და შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ურჩიოთ საქმესთან დაკავშირებით. მაგალითად, ჯეისონ, შენ გუშინ ასე გააკეთე, მაგრამ უკეთესი იქნება თუ შემდეგში სხვანაირად მოიქცევი. და ისიც სიამოვნებით მოგისმენს, იმიტომ რომ იცის მას ეხმარები. მეორე მხრივ კი გეტყვით, რომ თუ თქვენს 2 ადამიანს არ დაეხმარებით, ისინი ვერ მოიყვანენ თავიანთ 2 ადამიანს და გაჩერდებიან. ასე დაიშლება თქვენი ორგანიზაცია, ჯერ კიდევ დასაწყისში.
შენ მარცხნივ ტომი და მარჯვნივ მობი, ეს იქნება სულ შენი ორგანიზაცია. მანამ დაიშლება, სანამ განვითარებას დაიწყებს. ხოლო თუ დაეხმარებით, აუცილებლად დადებითი შედეგი გექნებათ და თქვენი ორგანიზაცია განვითარდება. ხოლო თუ არ დაეხმარებით, თქვენს ორ ადამიანს ორგანიზაციაში მხოლოდ ისინი გეყოლებათ და ადრე თუ გვიან გეტყვიან. ვეცადეთ და არ გამოვიდაო. ადამიანთა უმეტესობას გონია, რომ ცდილობს რამე გააკეთოს ამ საქმეში და ნივთს რომ იყიდიან, უკვე გონიათ რაღაც დიდი გააკეთეს. შემსოფლისში ერთი სტუმარი მეწვია და მომიყვა, რომ წინა დღეს ერთი კაცი გაიცნო. სამსახურზე ილაპარაკეს და თუ ამ ადამიანს სამსახურში რამე არ მოსწონდა, ყველაფერი მოუყოლია. თურმე ქიუნეთზე ლაპარაკობდა და მოკლედ რამდენი ხანია ამ საქმეში ხარო, რომ ჰკითხეს, მან უპასუხა 2 თვეაო. და რამდენი ტრენინგი გაიარე ამ 2 თვის განმავლობაშიო? მან კი რა? რამდენი ტრენინგი გაიარე ამ 2 თვის განმავლობაშიო? რა ტრენინგიო? ეგ რაღა? დიახ, ტრენინგი. ტრენინგების სისტემა არსებობს იმისთვის, რომ ისწავლო როგორ აკეთო ეს საქმე. არა, ტრენინგები არ გამევლიაო. ასო თქვამს, არა, საწალია მე ტრენინგების საყურებლადო. აბა როგორ ელოდები ამ საქმიდან წისვლას, რომელშიც არ გინდა რამე ისწავლო. და უღალოდ ლაპარაკობ თუ რამდენად ცუდი ბიზნესია და საერთოდ არაფერი გისწავლია და ყვები რომ არაფერი გამოდის. როგორელი წინსვლას და ფულის შევნას თუ დროს არ უთმობ მას, ასე იკამათეს და ბოლოს იმ კაცმა აღიარა რომ მართლა არაფერი გაუკეთებია ამ საქმეში და აუცილებელი იყო რაღაცები ესწავლა. იგივე შეიძლება თქვენს ტომსა და ბობს შეემთხას თუ არ დაეხმარები მათ. 2 თვის შემდეგ თქვენ ზურგს უკანას დაიწყებენ ლაპარაკს რომ ცუდი საქმეა და ასე შემდეგ. გახსოვდეთ რომ ქიუნეტი რეკლამას არ იკეთებს და მისი საქმიანობის გასაცნობად ერთადერთი საშუალება შენ და შენი ორგანიზაცია ხართ. თუ არ დაეხმარებით, თქვენს ქვემდგომებს ისინი კომპანიას ცუდად დაახასიათებენ და ამით ისევ თქვენ დაზარალდებით. ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთნი ვართ. თუ ცალ-ცალკე ვიქნებით, ვერც ერთი ვერ გავაკეთებთ ამ საქმეს. ასე მოხდება თუ არ დაეხმარებით თქვენს ქვემდგომებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათი წინსვლისთვის შენი დახმარება აუცილებელია. მათი მონდომება აუცილებელია, ისინი აუცილებლად მოვლენ ტრენინგებზე და დაიწყებენ ამ საქმის სერიოზულად აღქმას. ახლა კი მესამე ძირითადი მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო პრეზენტაციის კარგად ჩატარება. ეს არის ის, რომ სხვებსაც ასწავლო იგი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. ყველა ჩვენგანს გვინდა რომ ასე განვითარდეს ჩვენი ორგანიზაცია. წარმოიდგინეთ, აბა ასეთი განვითარების შემთხვევაში რამდენი ფული დაგერიცხებათ. წარმოიდგინეთ თუ როგორი ლიდერი უნდა გყავდეთ, რომ ასე განვითარდეს თქვენი ორგანიზაცია. ყველა ჩვენგან სურს რომ გქონდეს ასეთი ორგანიზაცია, მაგრამ წარმოიდგინეთ ამ ხელა ორგანიზაციაში მხოლოდ თქვენ რომ იცოდეთ პრეზენტაციის ჩატარება, რა გამოვა? რა შედეგს უნდა ელოდო, როცა მარცხნივ და მარჯვნივ 500 კაცი ყავს და პრეზენტაციის ჩატარება მხოლოდ შენ შეგიძლია. საოცრად დაიღლები. ხმა აღარ გექნება და იძულებული იქნები ათასობით ადამიანის წინაშე ახსნა ეს საქმე. მხოლოდ შენ თუ გეცოდინება პრეზენტაციის ჩატარება, ძალიან დაიღლები. და ვერ შეძლებ პროდუქტიული იყო. რამე რომ შეგემთხვათ, მაგალითად, კაციების ან მაღალი ტემპერატურის გამო ცოტა ხანი შეისვენო, ორგანიზაციაც გაჩერდება, რადგან მხოლოდ შენ ხარ მამოძრავებელი ძალა. შენი ორგანიზაცია კი შენს გარეშე ვერაფერს ვეღარ შეძლებს. 3 დაინტერესებული პირი მყავს, მაგრამ ჯო გოლფის სათამაშოდ წასულა და მის მაგივრად არავინაა, რომ პრეზენტაცია ჩაატაროს. ორგანიზაციის გამოცდა, როცა შენ არ ხარ და ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა იყოს. ამ თემაზე მერე კიდევ ვისაუბრებთ. თქვენს ორ ადამიანს, ბობსა და ტომს ასწავლით თუ როგორ უნდა ჩაატარონ პრეზენტაცია. ესე იგი უკვე 3 ხართ ორგანიზაციაში, ვისაც პრეზენტაციის ჩატარება შეუძლია. რა დროს ჭირდება, რომ ორ ადამიანს პრეზენტაციის ჩატარება ასწავლო? რამდენ თქვენგანს უსწავლებია ეს სხვებისთვის? რა დრო დასჭირდება ამას? 2 დღე? 3 საათი? აბა,
3 დღე, 2 კვირა. თქვათ 2 კვირა. საკმარისია 2 კვირა, რომ ადამიანს ასწავლა როგორ ახსნას ეს საქმე სწორად. 2 კვირაში სამ ადამიანს გეცოდინებათ პრეზენტაციის ჩატარება. 2 კვირა, შემდეგ 2 კვირაში კიდევ 4 ადამიანს ეცოდინება პრეზენტაციის ჩატარება. და უკვე 7 იქნებით, გესმით? უკვე 7, ვისაც საქმის ახსნა შეუძლია. თქვენ რომ 2 ადამიანს ასწავლეთ, ისინი სხვებს ასწავლიან. იმიტომ რომ შენ ეს გააკეთე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მაგალითი თქვენს ორგანიზაციაში. თქვენ რასაც გააკეთებთ, იგივეს გააკეთებენ დანარჩენები. ისინი იფიქრებენ, რომ რადგან მე ჯომ მასწავლე, მეც უნდა ვასწავლო სხვებს. ამიტომ ეს თქვენი წინსვლისთვის აუცილებელია, რადგან მათი წარმატება ჩვენი წარმატებაა. როდესაც ეტყვით, რომ Tom, ხომ იცი, ეს შენი წარმატებისთვისაა, ის ამას იგრძნობს. იგრძნობს, გესმის? ტრენინგი მხოლოდ შეკრებებზე და ბრიფინგებზე არ ტარდება. ის უნდა იყოს ყველგან. ყავისა და ჩაის დალევისას, სადაც არ უნდა იყოთ ერთად. თუ ამ კულტურად დაამკვიდრებთ თქვენს ორგანიზაციაში, გამოვა რომ მხოლოდ 7 ადამიანს კი არ ასწავლეთ პრეზენტაცია. არამედ ის 7 კაცი აუცილებლად 8 ადამიანს ასწავლის ამას. და ახლა უკვე 15 კაცმა იცით საქმე სწორად ახსნა. და მხოლოდ ეს 15 ადამიანი იქნება, ვისაც შეიძლება პრეზენტაციის ჩატარება მიანდოთ? არა, რა თქმა უნდა. ყველა პატარა საქმეს აკეთებს, მაგრამ საერთო ჯამში დიდი საქმე გამოდის გაკეთებული. ეს ყველა საქმეში ასეა. ამ პრინციპით გაგრძელდება საქმე და უკვე 1024 ადამიანი გეყოლებათ, ვისაც შეუძლია პრეზენტაციის ჩატარება. უკვე აღარ ხარ ვალდებული 1024 კაცს ასწავლო ეს საქმე. გესმით? წარმოგიდგენიათ? ისინი ერთმანეთს ასწავლიან, იმიტომ რომ შენ ეს კულტურა დაამკვიდრე ორგანიზაციაში. წარმოიდგინეთ, 500 ადამიანი მარცხნივ და 500 ადამიანი მარჯვნივ, ვინც პრეზენტაციას ატარებს. როგორ ფიქრობთ, პატარა შემოსავალი გექნებათ? ყველა მათგანს აქვს პირობა. ეს პირობა იყოს დაუშვათ დღეში ერთი პრეზენტაცია. როგორ ფიქრობთ, დღეში ერთი პრეზენტაცია რთულია? დღეში 45 წუთი ძნელი დასათმობია? ეს არის ტრენინგის შედეგი. ყოველ დღე 1000 პრეზენტაცია ჩატარდება თქვენს ორგანიზაციაში. ზოგიერთს თვალები გაგიფართოვდათ. თქვენს გინდათ ეს თქვენს ორგანიზაციაში. ეს მართლა ასე იქნება. სულ მცირე 2%-იანი წინსვლის შემთხვევაშიც კი. ყოველ დღე 10 ადამიანი მარცხნივ და 10 ადამიანი მარჯვნივ დაგემატება. ანუ 2 საფეხურით წინსვლა გექნება ყოველ დღე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დღეში $800 შოვნა ძალიან მინდა. ამ ფულით შემიძლია რამდენიმე გოლფის ბურთი ვიყიდო. დღეში $800 ან კვირაში $2000. მე ამდენ ბურთს ვერასოდეს ვერ გავაფუჭებ. ყველამ რომ ვითამაშოთ მაინც. კარგი ფულია, არა? ამ ფულის შოვნა ადვილი არ არის, ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. შეუძლებელი არ არის. ყველა 2 ადამიანს 2 კვირაში რომ ტრენინგებისთვის დრო დაუთმო, ან 4 ადამიანს თქვენ თვითონ იანგარიშეთ რამდენ ფულს იშოვით. იანგარიშეთ. 3-4 თვეში ძალიან ეფექტური ორგანიზაცია გეყოლებათ. ეს ადამიანები არ იქნებიან მოდუნებულები. შენ კი არ შემოგყურებენ ეხლა რა გავაკეთოთო. 3-5 თვის შემდეგ სიცოცხლით სავსე. ცეცხლივით ორგანიზაცია გეყოლება. იმიტომ რომ ადამიანებს ექნებათ თავდაჯერებულობა. მათ უკვე ეცოდინებათ როგორ უზრუნველყონ საქმის წინსვლა. თვითონ მოახერხებენ მყარად ფეხზე დგომას. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტრენინგებითაა შესაძლებელი და ტრენინგებზე
აუცილებელია პრეზენტაციის სწავლება. ეს არ არის ძალიან ძნელი, უბრალოდ რაღაც უნდა მოიკლო და დრო დაუთმო საქმეს. ადრეც გითხარით, ეს ყველაფერი ერთ კვირაში არ გამოვათქო, ბევრი შრომა დაგჭირდებათ. რამდენმა თქვენგანმა იცის? რამდენმა იცის, რომ ტრენინგი არც ისე იოლი საქმეა? შრომა სჭირდება, კამათიც კი მოგიწევთ. ბევრჯერ ყოფილა, რომ მოსულან ჩემთან პრეზენტაციის სასწავლებლად და აქეთ მიხსნიდნენ, თუ როგორ ჯობია პრეზენტაციის ჩატარება. ჯერ არავისთვის აუხსნია ეს ბიზნესი და მე მასწავლიდა, როგორ ჯობდა, რომ მეთქვა. მისმინე. მე 10 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. ამიტომ გთხოვ, მოგვისმინე, გაასწავლეთ რაც ვიცით და მოგვისმინე. ასე მიიღებ შედეგს. წარმატების მისაღწევად მართლა ბევრი გარჯემო გიწევთ. ბევრი რამ უნდა დათმოთ. მაგრამ შედეგი კარგი იქნება. საკითხავი მხოლოდ ისაა, ხართ თუ არა მზად გადაიხადოთ წარმატების მისაღწევად. ხართ თუ არა მზად დროებით დათმოთ სიამოვნებები წარმატების მისაღწევად. ზოგს მხოლოდ ფულის აღება უყვარს. მაგრამ ამ ფულისთვის შრომა კი არა. ამ ბიზნესში ერთადერთი საქმიანობა არის გადადო შენი თავი. გადადო შენი თავი და ჩაატარო კარგი და ხარისხიანი ტრენინგები. პირველი რაც უნდა გადაიხადო არის ის, რომ დაჯდე ტრენინგზე და ხალხს კარგად ასწავლო პრეზენტაციის ჩატარება. ასწავლო თუ როგორ აუხსნან ეს საქმე სხვებს. 10-12 საფეხური. 10-12 საფეხურს მაინც რომ მიხვეს სწორად. მაგალითად, ტომს და ბობს ან მათ ქვემდგომებს შეგიძლია პირადად შენ დაეხმარო. ეს ერთადერთი გზაა, რომ გქონდეს მათზე ზეგავლენა. მართალია, ზოგიერთი ორ კაცს გავართ, მაგრამ რამდენ ადგილას შეგიძლიათ იყოთ ერთსა და იმავე დროს. საქმის წინსვლის ერთადერთი საშუალება ასწავლოს სხვებს ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება. ეს განაპირობებს, რომ მთელ შენს ორგანიზაციაში ყველას ერთი ხედვა ექნება. სურათზე რომ გაჩვენეთ, ის 1024 კაცი, ყველა მათგანი კუალა-ლუმპურშია? არა. ზოგიერთი მათგანი სინგაპურშია, ტაილანდში, ინდონეზიაში, ინგლისში, ამერიკაშიც კი. ერთი გუნდი შეიკრიბა და ბრიფინგი ჩაატარა. ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ არ იცოდა ორგანიზაციაში ტაილანდელიც ყოლია. თავარია, თქვენ სწორად მიყვეთ სისტემას და მოკლე ხანში მოვა ვიღაც ხელს ჩამოგართმევთ და გეტყვით. გამარჯობათ, მე კალიფორნიელი ვარ, თქვენს ორგანიზაციაში ვარ. ამ ყველაფრის მიზეზი კი ტრენინგებია. ადრეც გითხარით, მოხარული ვარ, რომ ტრენინგებით შეგიძლია მთელი მსოფლიო შენს ორგანიზაციად აქცია. ორგანიზაცია გყავდეს ინგლისში ან სულაც ამერიკაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, გესმით? პირველი აუცილებელი საქმიანობა არის ასწავლო სხვებს პრეზენტაციის ჩატარება. ამ ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ვიღაცა პრეზენტაციას ატარებდეს. ეფექტურად. ეს ძირითადი საქმიანობაა. ეს უნაკლოდ უნდა იცოდე, პროფესიონალი უნდა იყო. პროფესიონალი უნდა იყო პრეზენტაციის ჩატარებაში. დააკვირდით, არ გეუბნებით უბრალოდ ისწავლეთ, გეუბნები ხელის გულივით უნდა შეგეძლოს ამ საქმის ახსნა. რამდენ თქვენგან შეუძლია ძილშიც კი პრეზენტაციის ჩატარება? ხო, მომეცი საწერ-კალამი და ფურცელი და აუხსნი. ეს კომპანია ამ საკითხში უნდა იყოს პროფესიონალი. ძალიან დიდი სხვაობაა იმას შორის, იცოდე ან უბრალოდ იყო პროფესიონალი. იცოდეთ, რაც უფრო კარგად გეცოდინებათ, რაც უფრო პროფესიონალი იქნებით ამ საკითხში, მით უფრო უკეთ ასწავლით სხვებს. მით უფრო უკეთ ასწავლით, გესმით? პრეზენტაცია იმიტომ უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, რომ უპირველეს ყოვლისა სხვებს ასწავლოთ ასევე უნაკლოდ. თუ მარტო შენ იქნები ორგანიზაციაში, გაგიჭირდება წინსვლა. მაგრამ თუ სხვებსაც ასწავლი, მაშინ თქვენი ორგანიზაცია მალე
საერთაშორისო გახდება. საერთაშორისო. თუ იტყვით, ჯო, ეხლა მაცალე, რა ნერვები მაქვს მოშლილი. არ მაქვს მაგის თავი, მაშინ არა ლოგიკურია გინდოდეს საერთაშორისო უზარმაზარი ორგანიზაცია. შენ თვითონ თუ არ გეცოდინება ამ საქმის ახსნას, სხვებს როგორ უნდა ასწავლო? შენ თვითონ უნდა იყო მაგალითი შენს ორგანიზაციაში. იცოდე შენ როგორც ისწავლი, ისე ასწავლი სხვებსაც. იმათ როგორც ასწავლი, ისე ასწავლიან ისინი სხვებსაც. შენ თვითონ უნდა იყო პროფესიონალი, რომ სხვები მოვიდნენ და გთხოვან გვასწავლეო. ისინი გთხოვენ საუკეთესო დასწავლო. მოკლედ ეს სამი მიზეზი არის იმისთვის, თუ რატომ უნდა ისწავლო პრეზენტაციის უნაკლოდ ჩატარება, რომ დაეხმარო საკუთარ თავს წინსვლაში, რომ დანარჩენებს დაეხმარო წინსვლაში და რომ ისინიც სხვებს დაეხმარონ წინსვლაში. სანამ პრეზენტაციის ჩატარებას დაიწყებდე, ჯერ რაღაც ნიუანსები უნდა გაითვალისწინო. პრეზენტაცია სწორად უნდა ჩატარდეს. სწორად. პრეზენტაციას რომ ვამბობ, გვახსოვდეს, რომ გულისხმობ პრეზენტაციას ერთ-ერთზე, პირისპირ ახლობელ ადამიანთან, ანუ არ გჭირდება 20,000 ადამიანს ერთდროულად აუხსნა ეს საქმე. გახსოვდეს, ჯერ შენ ახლობელ ადამიანებს უხსნი ბიზნესს, სწორად უნდა გათვალო ყველაფერი. არ გამოვა მიხვიდე და პირდაპირ ლაპარაკი დაუწყო ამ საქმეზე, რამდენი თქვენგანია დაქორწინებული? გახსოვს დღე, როცა მეუღლეს ცოლობას თხოვე? შენ ჯერ კიდევ არ დაქორწინებულ ხარ? ოფისში მიაკითხეთ და ეგრევე ცოლად გამომყევიო, კითხეთ? არა. ის ქალი ალბათ ამბობს. კი, ჩემმა ქმარმა ასე მთხოვა ცოლობაო. არა. ჯერ გადაწყვიტე. მერე რესტორანში დაპატიჟე, ყვავილი იყიდე, ბეჭედი იყიდე. რესტორანში მენიუს გადახედე, მენიუს დამთავრების შემდეგ აკანკალებული ხმით უთხარი რაც გინდა შეუკვეთეო. ამასობაში ვიოლინო უკრავს, შენ რაღაც თემებზე დაუწყე საუბარი. მერე მთავარ თემებზე გადახვედი. ზოგიერთი ცეკვის დროს შესთავაზებდა ცოლობას, ზოგიც მუხმოდრეკილი. მაგრამ თავარი ის არის, რომ არავინ მივარდება და ეგრევე ცოლობას არ შესთავაზებს მის რჩეულს, ხომ? ყველაფერი სწორად უნდა შეარჩიოს, სწორად შერჩევაში იგულისხმება სწორი დრო და ადგილი. თვითმფრინავიდან გადმოხტომის დროს არ კითხავთ ალბათ. გამოყვება თუ არა ცოლად? ან მანქანას რომ მართავს და პატრული ჯარიმას რომ უწერს, ამ დროს განრიცხებულია და ამ დროს არ შესთავაზებ ალბათ ცოლობას, ხომ? გამოყვები ცოლად, ამ დროს არ კითხავ. ანუ სწორად უნდა შეარჩიო დრო და ადგილი. სანამ წინასწარ არ მოხაზავ შენ გონებაში, რა უნდა თქვა და რა გააკეთო, მანამდე არაფერი არ მოიმოქმედო. მე კი არ გეუბნებით, რომ ყველა მათგანს ვერ ჩაუტარებ პრეზენტაციას, როგორ არა ჩაუტარებ, ოღონდ ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთოთ. მინდა გახსოვდეთ, რომ შესაძლოა ხალხმრავლობაში შენ ძალიან ეფექტურად ილაპარაკო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს დადებითი რეაქცია ექნება შენ საუბარზე. ყოველთვის ვამჯობინებ ერთი-ერთზე საუბარს, რომ აღელვებისგან პირი გაუშრეს. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდეს და ღამით ვერ დაიძინოს. იმ 1000 ადამიანს საქმეს რომ ვუხსნი, მაშინ ეძინებათ ხოლმე. ეძინებათ ხოლმე, გესმით? ერთი სული აქვთ, როდის დამთავრდება პრეზენტაცია. ამიტომ ერთი-ერთზე ლაპარაკი ჯობს. 30 უმიზნო ადამიანთან ლაპარაკს ყოველთვის ერთი-ერთზე ლაპარაკი ჯობია, რომლებიც ამ ბიზნესს არ დაიწყებენ. ჯობს ერთ-ორ უახლოეს ადამიანთან საუბარი, რომელიც მხარში ამოგვიდგება. ასე მიაღწევთ უდიდეს მიზნებს. კიდევ ერთი ადგილი, საიდანაც შორს უნდა დაიჭირო თავი, სხვების სამუშაო ადგილია, ან ოფისი. ხშირად შემოგთავაზებენ, შემომიარე სამსახურში და ამიხსენი რა საქმეაო. იმის სამსახურში რომ ხარ, ვის საქმეზე უფრო მეტად იფიქრებს ის ადამიანი, რა თქმა უნდა თავის საქმეზე იფიქრებს. ზოგი ამბობს, ჯო, რა მოხდება რომ მივიდე, ის ხომ მისი ოფისია, ის იქაურობის უფროსია, მით უარესი. წარმოიდგინე, კაცთან ოფისში მიხვედი, აღფრთოვანებით უხსნის საქმეს და ამ დროს ტელეფონი ურეკავს და ის კი
ვალდებულია უპასუხოს. ხომ გითხარი? ეს საქმე მალე მოაგვარე და ბანკში მიდი თქო. რას ამბობდი? არაფერს. ისე ვლაპარაკობდი. მე შემოგივლი. მე შემემთხვა ეს. რამდენიმეჯერ. ზუსტად ასეთ უხერხულ შემთხვევაში აღმოჩნდი. ან გეტყვენ ოფისში მოდი, უფროსი აქ არ არის. შენც მიხვალ ოფისში და დაგიწყებს. აბადროზე მითხარი რა არის აქ საჩემო. ღმერთო. უფროსი მოვიდა. იცოდე შენ ჩემი კლიენტი ხარ. გისმენთ? ყოფილ ხართ ასეთ სიტუაციაში? მე კი. საინტერესო საქმე ჩანს, მაგრამ უფროსი მოვიდა. მერე დამავიწყდება, გარეთ რომ გავალთ, მერე ვილაპარაკოთ. თავიდან უნდა მოგეფიქრებინათ, რომ გარეთ გასულიყავით. მოკლედ, მიხვალ ცხებთან ოფისში. მე მინდა ეს საქმე ყველა მთელს მსოფლიოს აუხსნას, მაგრამ გააჩნია როგორ. ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. პრეზენტაციის დროს უნდა ილაპარაკოთ ეფექტურად, რომ შენმა შემოთავაზებამ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანზე. უბრალოდ გეუბნებით სიტუაციებს, რასაც თავი უნდა აარიდოთ. ჯეისონს იცნობთ, მან ყველას აუხსნა ეს საქმე. ვინც დადის, ყველას ჩაუტარა პრეზენტაცია. ყველას ურჩია ეს ბიზნესი, ვინც კი სუნთქავდა, რა თქმა უნდა. იმიტომაც მიაღწია წარმატებას. მოკლედ, თუ პრეზენტაციის ჩასატარებლად ოფისში მიგიწევენ, დაპატიჟე ის ადამიანი თავისი ოფისის ახლო მდებარე კაფეში ან რესტორანში. აუცილებლად იქნება რამე ამდაგვარი ადგილი, სადმე რომ ჩამოსხდეთ და ერთი ფინჯანი ყავა დალიოთ. თან საქმეზე ილაპარაკებთ. დაპატიჟეთ. ასე აჯობებს დამიჯერეთ. თუ ოფისში დაგპატიჟებენ, უთხარით, რომ ძალიან ხალხმრავლობაა და ხმაურია. წამოდი. სადმე წავიდე, წყნარად დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ისე ვერ გააკეთებ კონცენტრაციას, არადა უფრო ყურადღებით უნდა მომისმინო, ძალიან მაგარი საქმეა. გარეთ დაჯექით და ერთ ფინჯან ყავაზე დაპატიჟეთ. კი, მაგრამ რომ არ დამთანხმდეს? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად აუხსნი მაგ საქმეს. მაინც გეშინია? რომ არ დამთანხმდეს, კაფეში არ წამომყვეს, საქმე არ მოეწონოს? ესეც შენზეა დამოკიდებული, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. აქვე უნდა გითხრათ, რომ ბევრჯერ შეხვედრილ ვარ ადამიანს, რომლისთვისაც სხვას ქონია პრეზენტაცია ჩატარებული და მერე უთქვამთ ჩემთვის. მე იმან ასე არ მითხრა, როგორც ახლა შენ ამიხსენიო. შენ სხვანაირად მეუბნებიო. მე გადავწყვეტე აუცილებლად დავიწყო ეს საქმე შენთან ერთადო. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზენტაციის სწორად და ეფექტურად ჩატარება. ამ საკითხს ნუ მოეკიდებით ზედაპირულად. შეხვედრის დანიშვნა ნიშნავს სწორად გათვლილ დროსა და ადგილს. 45 წუთით ან 1 საათით მისი ყურადღების მოკრებას. დრო მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაინტერესდება და რამდენად ჭკვიანურ შეკითხვებს დაგისვამთ. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შენთან საქმე შეხვედრაზე მოდის. ზოგჯერ სახლში შეიძლება დაპატიჟო. ადამიანი ამ საქმის ასახსნელად სახლში შეიძლება დაპატიჟო. მაგალითად, სახლში საქმიან შეკრებას აწყობ, ბრიფინგს ატარებ და შეიძლება დაურეკო ამ ხანაკს და უთხრა სახლში საქმიანი შეხვედრა მაქვს და მოდი შენც დაგაინტერესებს, ძალიან კარგი ბიზნესი უნდა დავიწყო თქო. მოდი ყავაზე და ნამცხვარზე დაგპატიჟებ, თუ საქმე არ მოგეწონება, რა პრობლემა, უბრალოდ ნამცხვარი მივირთვათ. მაგრამ აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ეს საქმიანი შეხვედრაა. მეც დამპატიჟეს ერთხელ ასე, ჯო, როგორ ხარ, რამდენი ხანი არ მინახი ხარ, მოდი ჩემთან გამოიარე საღამოს, მეგობრები ვიკრიბებით. მიდიხარ მასთან სახლში და რას ხედავ, კედლები პლაკატები და წარწერები დაუჭრელებიათ, ხელში ბროშურას გაჩეჩებენ და ასე შემდეგ. შედიხარ და ეს ყველაფერი გვხდება. ეს ცუდად იმოქმედებს ადამიანზე. გულში იფიქრებს, ეთქვა ამ დალოცვილს. საქმეზე თუ უნდა დალაპარაკიო. როდის იყო საწინააღმდეგო რამე მქონდა ბიზნესთან დაკავშირებითო? დიახ, აუცილებლად უნდა უთხრათ მას, რომ ეს საქმიანი შეხვედრაა. არ შეიძლება დავარეკო ადამიანს და უთხრა, რამდენი ხანია არ შეხვედრილ ვართ. სახლში ყავაზე დაპატიჟოთ და დახვდეთ.
ორივე ხელში ოქროს მონეტებით და კისერზე ჩამოკიდებული კომპიუტერით. ადამიანი ბრაზდება ამაზე. ეს სავსებით ნორმალურია. კითხვის ვერ მითხარი, ჯო, თუ საქმეზე გინდოდა ლაპარაკი, ეს რა საქციელიაო. ვის არ უნდა რომ კარგი ბიზნესი გქონდეს? იცნობთ ასეთ ვინმეს? არ არსებობს, ყველას უნდა. ეს შენ უბრალოდ უნდა გააგებინო, რომ არის ასეთი ბიზნესი და მას შეუძლია ააწყოს ის შენთან ერთად. სწორედ დრო და ადგილი ნიშნავს, რომ 45 წუთის განმავლობაში ის ადამიანი მხოლოდ შენ მოგისმენს და სხვა არაფერზე იფიქრებს. უნდა იცოდეს, რომ სერიოზულ ბიზნესზე ელაპარაკები. შორს დაიჭერა თავი კლუბებისგან, ორგანიზაციებისგან, ოფისებისგან და სამსახურებისგან. ბევრს ვიცნობ, ვინც ამის გაკეთებას სცადა და არაფერი გამოუვიდა. ყველაზე საინტერესო ადგილებია წყნარი კაფე, რესტორანი და შენი სახლი, ვისაც ეპატიჟები იმის სახლში არ მიხვიდე. ეს ფსიქოლოგიური მომენტია. რესტორანები და კაფე ჯობია. დამიჯერეთ. თავის სახლში ის გრძნობს, რომ იქ უფროსი თვითონ არის. ის ასე თვლის. მე კი არ მოგისმა, შენ მომისმინე, რასაც ვეტყვი. ამიტომ დამოუკიდებელი ადგილი აარჩიეთ. თქვენი სახლი ან საქმიანი შეკრების ადგილი, სადაც ბრიფინგებს მართავ. ოღონდ ძალიან ხალხმრავლობა და ხმაური არ იყოს თუ სახლში იწვევ. ბევრნაირ საჭმელებს ნუ გააკეთებ. მის ყურადღებას გემრიელ საჭმელებზე გადაიტან, კარგად დანაყრდება 10,000 კალორია, კარბოჰიდრატს მიიღებს და მერე საზურგეზე მიყრდნობილი ამოქარვებით კითხავს. კიუნეტი რა არის? კიუნეტი რა არის? ოქროს მონეტა კი არა, მჟავა საწინააღმდეგო რამე ან ალკასაზელი საბები არ გაქვთ? კითხავთ ის ადამიანი. ამასთანავე იმას იფიქრებს, რომ ჯეისონი წარმატებულია ამ საქმეში, მაგრამ მე ამას ვერ შევძლებ. არა, ვერ შევძლებ. სად მაქვს იმის საშუალება, რომ ყველას, ვისაც მე ამ საქმეს ავუხსნე, ასეთი სუფრები გავუშალო? ყოველთვის გახსოვდეთ, დუბლიკაცია. სწორედ ამისთვის მე ყოველთვის გირჩევთ. ჩაი, ყავა. ორცხობილა და ასეთია ფასიან რაღაცებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა ფიქრობ, შენ სახლში მოსული ადამიანი ამ ყველაფერზე. მხოლოდ გეგმაზე და ბიზნესზე არ ფიქრობს. ასეთ რაღაცებსაც აქცევს ყურადღებას. ბიზნესს რაც შეეხება, ყველა მიცის, რომ ძალიან კარგი საქმეა. უამრავ ჩემნაირ სულელს ვიცნობ, რომლებიც ამბობენ, რომ არაჩვეულებრივი შემოსავლიანი ბიზნესია. მაგრამ ადამიანს რომ მოხსნი ამ საქმეს, ზის და ფიქრობს, მე შევძლებ ამის გაკეთებას? შენზე ფიქრობენ, მე რანაირად უნდა გავშალო სულ ასეთი სუფრა, მაგრამ როცა ერთ-ერთზე უხსნი, უბრალო ფანქრით წერ ყველაფერს, უბრალო ფურცელზე. ფიქრობს, რომ მასაც შეუძლია გააკეთოს იგივე. დაინახავენ, რომ შენ ქსიამოვნებს, რასაც აკეთებ. ო, შეხედე ჯეისონს. როგორი შემართებით ლაპარაკობს. მეც მინდა ამის გაკეთება. დაინახავს, რომ მასაც შეუძლია ამ საქმეში წარმატების მიღწევა. სახლში ერთი ნამცხრითა და ყავით. უბრალოდ ასე მარტივად უნდა დაანახო ყველაფერი. მარტივად, რომ ისინიც შენსავით იყვნენ და ასევე მარტივად გააგრძელონ ეს საქმე. ეს წვრილმანია, მაგრამ ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსებია და მათ ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნელ-ნელა და მიხვდებით ამას. რაც შეიძლება მარტივად უნდა ახსნათ ეს ბიზნესი. თუ როგორ უნდა მოახერხოთ, ეს ამაზე შემდეგ ნაწილში ვილაპარაკებთ.